სატო, დღეისათვის რაიმე გეგმები ხომ არა გაქვს? დღეს ვაპირებდი ისეთი ადგილის მოძებნას, სადაც ნახევარ ადამიანებთან ერთად უპრობლემოდ ვიცხოვრებდი. ლიზასა და გოგონების თავლაში დატოვება არ შეიძლება. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მეც რომ წამოყვე? რა პრობლემაა? მაგრამ დასვენების დღის ამაში დახარჯო ნამდვილად გინდა? დიახ. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით. აპატიეთ. დიახ. გოდიშით რომ გალოდინეთ. მე ვარ კონსულტანტი ნადი. რით შეიძლება რომ გემსახუროთ? აქ მოვედით, რადგან საცხოვრებელი შევარჩიოთ. ყველაფერი გასაგებია. გთხოვთ აქით მოგძანდით. ნახევარ ადამიანებთან ერთად საცხოვრებელი დასავლეთ რაიონსა და მუშათა დასახლების ტერიტორიაზე უნდა მოვძებნოთ. იმ რაიონებში კრიმინალი ცოტა მომატებულია, მაგრამ სანაცვლოდ ფასი დაბალია. საცხოვრებელი რა ფასის ფარგლებში გსურთ? კარგი, დავფიქრდეთ. იმედია ქირაობა დღეში 2 ვერცხლის მონეტაზე ძვირი არ დამიჯდება, მაგრამ მაქსიმუმ 1 ოქროს მონეტას გადავიხდი. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. აი ეს 3 შენობა კი თქვენს მოთხოვნებში ჯდება. მაგრამ აი ამ სახლის პატრონმა მოკლა ბოროტ მოქმედთა გილდიის წევრი. მოდით, სხვა სახლებსაც შევხედოთ. ზედმეტად ხომ არ გავშიშვდი? საროსკიპო პირდაპირ სახლის გვერდით არის. ეს უკვე ზედმეტია. ამ სახლის ქვევით არის ბოროტ მოქმედთა გილდია და შესასვლელი ამ სახლის ქვევიდან აქვთ. რაღაც ცუდ განწყობაზე მაყენებს. მოდით სხვა ავარჩიოთ. გასაგებია. შუა დღის შემდეგ ოფისში დავბრუნდები და სხვა ვარიანტსაც მოგიძებნით. დიდი მადლობა. მაშინ მოგვიანებით შემოგივლით. მანამდე სადმე გავლა ხომ არ გინდათ? ნუ როგორ გითხრა? გუშინ, აქვე შორი ახლოს მოედანზე გაიხსნა რწყილის ბაზრობა. იქ ბევრი საინტერესო რამ იყიდება. მოგვიანებით მენეჯერთან ერთად იქ წასვლას მეც ვაპირებ. გასაგებია. ხოლო იქვე ღია თეატრი არსებობს. პაემნისათვის ზუსტად რომ შესაფერისი ადგილია. პაემანი? რაშია საქმე? არა, არაფერი. ეს ხომ ჩვენი ბატონია? იპოვეთ. უკვე ყველაფერი იყიდეთ? უკვე ყველაფერი მოვაგროვე და მივიტანე სასტუმროში. ამას შეხედეთ. მიხდება? როგორია? როგორ საყვარლად გამოიყურებით? დათმას რა უქენი? მოწითალო თმისფერი აქვს ცუდნიშნად ითვლება, ამიტომაც შესაბამისი ზომები მივიღე. გასაგებია. და ასევე, მეც მინდა რომ რაღაც შეგეკითხოთ. ნუ მეკაჩები. და ჩემგან რა გინდა? კარტები? კარტის ერთ მხარეს ნახატია, მეორეზე კი შესაბამისი წარწერაა გაკეთებული.
კოჩისა და თამასათვის წერი შესასწავლად გამოგვადგება. საინტერესო კარტებია. ბავშვებისათვის წერი შესწავლა ასეთი მეთოდით უფრო ადვილი იქნება. ბატონო, აქვე თეატრში წასვლა ხომ არ გინდათ? დიახ, მაგას ვაპირებდით. ბილეთები იყიდეთ? არა. ბატონო, ნება მომეცით ჩვენ რომ გიყიდოთ. კარგი, აი ფულიც. მაპატიეთ ზენა. როგორ ჩანს ისინი ჩვენთან ერთად წამოვლენ? არაფერია. აი ეს კი. თქვენ ოქროს ბერტმას ძალიან მოუხდება. ლამაზი არის. მიხდება? დიახ, ძალიან. ბატონო, მსგავსი რაღაც მეც მინდა. მაშინ მოდით ლულუსათვისაც რაღაც ავარჩიოთ. ვაშა. არისაც მსგავსად ეგრევე რომ ამბობდე რაც გინდა ყველაფერი საკმაოდ მარტივი იქნებოდა. იქით წავედით. მაპატიეთ, ეს საყურეები თუ შეიძლება. გატყვევებულო ქალბატონო, მინდა რომ თქვენი ღიმილი არა მხოლოდ მთვარის მკრთალ შუქში, არამედ კაშკაშა მზის სხივში ვიხილო. ოჰ, ჩემო საყვარელოზენ, თქვენი მაგიით დამიხსენით ამ ციხის კედლებიდან. რომანტიკული დრამები დიდად არასდროს მიზიდავდა, მაგრამ ხორცი მინდა. მაპატიეთ. არა. დადგმა საერთოდ არ აინტერესებთ. და ლიზას? ის რა, ინტერესით უყურებს? თუ არა, თეატრის გარშემო შემწვარი ხორცის სუნზე აქვს ასეთი რეაქცია? როგორც გავიგე, ამ თეატრალური დადგმის სახელწოდებაა მარკიზა მუნოს ტრაგედია. მთავარი გმირი ზენი არის ჯადოქარი გლეხის ოჯახიდან. მას შეუყვარდა პრინცესა ლილტიენა. როცა ამის შესახებ გაიგო პრინცესას საქმრო მარკიზ მუნომ, მან მოკლა ზენის ყველა ახლობელი. ხოლო თვით ზენი მოკვდა პრინცესას მსახურის ხელით. საბოლოოდ პრინცესამ თავი მოიკლა. ალბათ ასეთი დასასრული მაყურებელს ძალიან ამწუხრებს. ეს მხოლოდ ხალხის ოვაციებია. მეგონა ეს დასასრული იყო, მაგრამ როგორც ხედავ, გაგრძელებაც აქვს. მთავარი გმირის სხეულს კლდიდან აგდებენ, მაგრამ ის გადარჩება და უკვდავი ხდება. და უკან დაბრუნდება, რადგან მარკიზზე შური იძიოს. ესაა მარკიზისთვის ბოლო უნდა მოეღო, მაგრამ წამით ადრე მას ამარცხებს წმინდა რაინდი. ოჰ, წმინდა რაინდი. უცაბედად მარკიზის ბუნებად სავსებით იცვლება. საბოლოოდ კი ისიც რაღაც უცნობი წყევლის გამოკვდება. ამ ისტორიას რაღაც გაუგებარი დასასრული აქვს. გაბოს პური? ალბათ გაბო აქაური ხილის სახეობაა. უკაცრავად ეს დაგივარდათ. მადლობა. ოჰ, თქვენ ხომ უკან იჭექით? შეწუხებისთვის დიდი ბოდიშით. არაფერია. დასასრული როგორ მოგეწონათ? საშინელი იყო არა? ნუ, დიახ. სიუჟეტის მიხედვით წმინდა რაინდი ჯადოქარს კლავს. მას შემდეგ რაც ის მარკიზს გაუსწორდება. მაგრამ თავადებს ეს არ მოეწონათ და პირველადი სიუჟეტი შეცვალეს. ასევე ლილტიენა თავიდანვე გლეხი იყო, მაგრამ მარკიზმა ის მოიტაცა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ის დანიშნული იყო. გასაგებია. ესე იგი მთელი ისტორია ძალდატანებით შეუცვლიათ. ბატონო, სად იყავით? მაპატიეთ, საპირფარეშოში ვიყავი. ეს დადგმა ისეთი კარგი იყო, რომ აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. ზენის სიკვდილის შემდეგ, როდესაც პრინცესა ლილტიენამ თავი მოიკლა, ცრემლის კი წამომივიდა. მაგრამ ის ხანჯალი პირდაპირ მარკიზისათვის უნდა გაეყარა. აბა ასე მისი სიკვდილით რა ქნა? ყველაფერში დამნაშავე იყო მარკიზი, რომელმაც შეყვარებულები დააშორა. მაგრამ პრინცესა ლილტიენამ ხომ ოჯახებს შორის დადებული გარიგება დაარღვია და სწორედ ეს იყო ამ ტრაგედიის მიზეზი. მაშინ ზენა მითხარით, თქვენ აერჩევდით ქმრად ჩემ ბატონს თუ იმას, ვისაც შენი ოჯახი გეტყოდა. მე ხომ არ ვარ დანიშნული, ასე რომ
ნუ თუ ჯარში იმიტომ წახვედი, რომ არ გათხოვილიყავი. გოგონებს ხომ გათხოვების შემდეგ მხოლოდ დიასახლისობა აბარიათ. ასე კი არმიაში 5 წელი უნდა იმსახურო. საყვარელი ადამიანისათვის ყველაფრის გაჭირვისათვის უნდა იყო მზად. სხვანაირად ეს სიყვარული არ არის. კი, მაგრამ ოჯახის უფროსის სურვილის უარყოფა. სანამ დამჯერი გოგონას როლს თამაშობ, შეიძლება დაკარგო ძვირფასი ადამიანი. ზედმეტი მოგდის. აი, მაპატიეთ ზენა. არისა, მოუბოდი შენ. მაპატიეთ. არისასი, საკმაოდ კარგად მესმის. წვადის ჭამა გინდათ? წვადი? ძალიან მიყვარს. რამდენი უნდა შევიძინო? ბატონო? სწრაფი რეაქცია ქონდა. ნუ იმდენი რომ ყველას გვეყოს. ფასე მე შევევაჭრები. მეც წამოვალ. ჩვენ დავეხმარებით მას. ლილიო, ზენაჩი, იონა, ਰੂ, აქ რა გინდათ? აქით მოდიან ხმალკბილა ჭიანჭველები. და ასევე იმ ნაძირალად თაგვებს. შემდგომში შამფურზე ავაცხოვ. ხმალკბილა ჭიანჭველები და ნაძირალად თაგვები? ხმალკბილა ჭიანჭველებთან შეტაკებისას შევამჩნიეთ თაგვების კავალერია, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა. რო, ნუ თუ თვლი რომ ჭიანჭველები სწორედ მათი გამოშვებულია. მათ ხელმძღვანელს წითელი ჩაფხუტი ეხურა. ხელში რომ ჩამივარდეს სახრჩობელა არ აცდება. გორნალი ბრიზი. მადლობა ზენაჩი. არაფრის. სატო, მე წავალ და სხვა დაჭრილებს დავეხმარები. კარგი. ნადავლი, მოვუგეთ. ეს ჭიანჭველა თქვენ დაამარცხეთ? ჩვენ მოვკალით. მან ზევიდან შემოგვიტია. ბატონო, როგორ ჩანს ხვები ახლომახლოს არ არიან? გასაგებია. ალბათ მესაზღვრე დანაყოფს. ისინი დაესხნენ თავს. ისინი გვიახლოვდებიან. კოჩი, ტამა, იარაღი მოამზადეთ. არის. არისა, ლულუსთან წადი. კარგი. ლიზა, ის ფარდა მოიტანე, რომელიც თავლაში გავშალეთ. გასაგებია. რაშია საქმე? ჭიანჭველების გუნდი გვიახლოვდება. ნუ თუ მონსტრები. ისინი მხოლოდ მესამე დონისანი არიან. ჯარისკაცები კი გაუმკლავდებიან, მაგრამ ისინი დაფრინავენ, თან მაგარი კანი და ეშვები აქვთ. მოსახლეობას საფრთხე შეუქმნიან. სანამ დაფრინავენ, ადვილი იქნება მათზე ცეცხლოვანი სროლის გამოყენება, მაგრამ საკმაოდ სწრაფები არიან. რა? მონსტრებისაგან დამცავი ქალაქის ბარიერი როგორ ჩანს კარგად მოქმედებს. ბარიერი? მაგრამ ისინი ხომ ბევრნი არიან. მაგრამ დიდად ეფექტური არ არის. ბარიერს დიდი ოდენობით მაგია ჭირდება, ამიტომაც შემქმნელი ქვის კედლებზე ამყარებდა დიდ იმედებს. არისა, ლულუ წაიყვანე და ბარში დაიმალეთ. კარგი. კოჩი და ტამა სასტუმრო დაიცავით. გაჩაგებია. ბატონო და თქვენ? მე და ლიზა კი ბარიკადებს აუღმართავთ. მონსტრები შესასვლელს მოაშორეთ. სრაფად, შიგნით. მხოლოდ ეს ერთი მონსტრია. სრაფად გაუსწორდეთ. დაცემული ჩაქუჩი. ცეცხლი. აი ისინიც. ბატონო, ისინი მემანდეთ. ჩვენ არ შეგიშვებთ. ვერ შეხვალთ. აი შენ. გამაგრდი. დიდი მადლობა ტამა. გაატარე რა. ეს ჟარგონი საიდან? ალბათ არისადან ისწავლა. არისას ფსიქიკური მაგია? როგორ ჩანს ერთ-ერთმა მათგანმა შეაღწია იმ შენობაში, სადაც ნადი მუშაობს. აქ ბრძოლა უკვე დავასრულე.
ლიზა, აქაურობას ცოტა ხნით შენ მიხედე. გასაგებია. ნადი, კარგად ხართ? დიახ, კარგად ვარ. კიბეები ჭიანჭველა მჟავით არის დასვრილი. ქვები უნდა დავტეხო და ზედ უნდა დავაწყო. სუროს მართვა. მენეჯერო. დიდი მადლობა, სატო. და თქვენც მენეჯერო. დამაგვიანდა. რა თქმა უნდა არა, თქვენ ძალიან დამეხმარეთ. ვინაა? დილით მას ვეხმარებოდი საცხოვრებლის ზებნაში. ახლა კი მან გადამარჩინა. მადლობა. ფანტასტიკური ჟანრის თამაშის განუყოფელი რასა, ნამდვილი ელფი. რაშია საქმე? არაფერია, უბრალოდ ადრე მწვანე ფერის თმა არასდროს მინახავს. დიახ, მენეჯერი ეკუთვნის ტყის სულების რასას ელფებს. ელფები? მათ ხომ გრძელი ყურები აქვთ? არა. არა, ისინი სხვა რასას, გრძელ ყურიანებს ეკუთვნიან. მაგრამ პირველმა გმირმა გრძელ ყურიანებსაც ელფები დაუძახა. ამიტომაც მას შემდეგ ადამიანებს ისინი ერევათ ერთმანეთში. ელფებს კი ძალიან არ უყვართ, როდესაც ისინი დიდ ყურიანებში ეშლებათ. გასაგებია. მენეჯერო, გთხოვთ ჩემი უვიცობა მომიტევეთ. გპატიობ. ხედავთ? ოჰ. საცხოვრებლის საკითხი მოგვიანებით განვიხილოთ. კარგით, დახმარებისთვის მადლობა. აი, სულ ეს იყო. სატო. კარგად ხართ? მააპატიეთ. აქ უკვე ყველას გავუსწორდით. ახლა მცველებს უნდა შევუერთდე და გავარკვიოთ სხვა უსიამოვნებებიც ხომ არ გველოდება წინ. სამწუხაროა, დღეს ხომ დასვენების დღე გქონდა. ძალიან მწუხარ, მაგრამ ჩვენი გასეირნება უნდა გადავდოთ. ქარის ჯადოქრები დადევნებაში არიან კარგები, ამიტომაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევუდგე საქმეს. სხვა მიმდინარე დასახლებებს არ უნდა დაესხნენ თავს. ფრთხილად იყავი. მათი ბატონი თქვენ ხართ? ბატონო, კანონის თანახმად მოგროვილი ბირთვები ხელისუფლებას უნდა მიყიდო, მომეცი აქ. თქოთ დაიცადეთ. ახლავე შევავსებთ მოხსენების ბარათს, სადაც მიუთითებთ თქვენთვის გადმოცემული ქვების ოდენობის შესახებ ინფორმაციას, ასევე თქვენ სახელსა და თანამდებობას. რა? შენ რა თვლი რომ მე მათ მოგპარავ? ეს უბრალოდ ვაჭრების წინდახედულობა არის. ჩვენ თვით წმინდა რაინდებსა და გმირებსაც კი მოვთხოვთ დოკუმენტების წერილობითი ფორმის ჩაბარებას. ეს საკმარისია? რაოდენობაში შეცდომაა. რა? და ასევე ბეჭედიც არ არის დასმული. დამავიწყდა. მე ჩვენება თითქოს ამის გაკეთებას ვაიძულებ. როგორი არომატი აქვს. ბედნიერების სუნია. ჭამა მინდა. ჯერ ცოტა დაიცადეთ. ეს გოგონები მაგრები არიან. ასეთი პატარები, მაგრამ სასტუმროს მონსტრებისაგან როგორ მამაცურად იცავდნენ. სამწუხაროდ ვერაფრით დაგაჯილდოვებთ, მაგრამ საუზმით გამასპინძლება კი შემიძლია. თვალთხოვე საუკეთესო საკვები მოემზადებია. საჭმელისთვის მადლობა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შეუძლოდ არის. სადმე ახლო-მახლო აფთიაქი უნდა მოვძებნო. ო, ახალგაზრდა ბატონო. თქვენ ხომ ჩვენ ლაბირინთში ვიხსენით? ჩვენს გადამრჩენელს ქალაქში მარტო სიარულის უფლებას ვერ მივცემთ. ნება მომეცით დაგპატიჟოთ. სიმართლე გითხრათ, მეჩქარება. მაღაზიე ნუიდარდებთ. ახალგაზრდა ბატონო, კიდე შემოგვიარეთ. და ეს როგორ გამოვიდა? მეგონა მხოლოდ დასავლევზე დამპატიჟებდნენ. აჩრდილი ბუს ბუმბული? პოჩისა და ტამას სუვენირად წავუღებ. მონსტრები?
კარგად ხარ? ვინ ხარ? წითელი ჩაფხუტი. შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ? სულაც არა. ეს რა არის? უკვე დიდი ხანი ვეღარ გავუძლებ. პრინცესას მიმიხედეთ. აიღეთ. სტატუსის მიხედვით ნადისა და მენეჯერს ძინავთ. სხვა გზა არ მაქვს. მენეჯერო? თქვენ რა ჩემთან დაწოლას აპირებდით? არა. არა და ნადის როგორი გახარებული ხმა ქონდა. გამემშვიდობისა. შემოჭრისათვის ბოდიში. ეს მე ვარ სატო. სატო. მოვიყვანე ვიღაც, ვისაც ალბათ მენეჯერი იცნობს. ის მძიმედ არის დაჭრილი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება. მაგიური შუქი. ეს ხომ წითელი ჩაფხუტია. ის უეჭველი, თაგვების ცნობილი რაინდების ორდენის წითელი ნიღბის წევრია. არ ვიცნობ. არა. მე იმაზე ვთქვი, ვინც ამ ნაჭრებშია გახვეული. ეს ხომ ელფია? მია. ნარუტო X წერტილიჯი წარმოგიდგენთ. სიკვდილის მარში პარალელური სამყაროს რაფსოდიით.